დიახ, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან სავარაუდოდ 4 საათიდან დაიწყება გამომძიებლების მოსვლა და აქ მოვლენ ბუნებრივია დაპატიმრებული პოლიტიკოსების ადვოკატებით, ისინი დაესწრებიან ბრალის ოფიციალურად წარდგენას. ყველა ციხეში, როგორც ჩანს, ეს არის ქართული ოცნების ახალი სპეცოპერაცია არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირის მწვავე ანგარიშიდან მეორე დღეს გადაწყვიტა, რომ მოისუფთავებინა სრულად პოლიტიკური ველი, როგორც ჩანს, პოლიტიკური ლიდერების 9 თვით განეიტრალება მისთვის საკმარისი არ არის და ახლა 9 წლიანი სასჯელი ემუქრებათ მათ წინააღმდეგ დაიწყო სწორედ მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გამოძიება. საკმაოდ ვრცელი დრო ექნება პროკურატურას იმისთვის, რომ დაამტკიცოს ის ბრალი, ბრალთან დაკავშირებითაც ის საუბრობდა საგანგებო ბრიფინგზე. მთავარმა პროკურორმა ისაუბრა სწორედ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, თქვა, რომ შეთანხმებულად მუშაობდნენ ოპოზიციური ლიდერები იმისთვის, რომ დაწესებულიყო ქვეყანაში სანქციები ქართული ოცნების ლიდერების მისამართით, ასევე დასახელდა კონკრეტული სახელები, თქვეს, რომ 300 ადამიანს ოპოზიციური ლიდერების მუშაობის საფუძველზე დაუწესდა სანქცია, მათ შორის იყვნენ საჯარო პირები და იყვნენ ბიზნესმენები. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ფრაგმენტი მთავარი პროკურორის განცხადებიდან, რომელიც 1 საათის წინ გააკეთა. საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ. ავრცელებდნენ სრულ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად. გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს. საინტერესო არის ერთი გარემოება. მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური ლიდერები ვითომ და არჩევნებში დამარცხების შემდეგ ცდილობდნენ ქვეყანაში მოეწყოთ არეულობა, რევოლუცია, დაპირისპირებები, დამხობისკენ იყო თითქოს და მოწოდებები სახელმწიფოსი ჩამოშლასთან დაკავშირებით, ასევე კეთდებოდა მინიშნებები და განცხადებები პიკეტირებებთან მიმართებაში. ანუ გამოდის, რომ პროკურატურა გასულ წელს საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე 1 წლის თავზე დაინტერესდა და ახლა გადაწყვიტეს, რომ აღეძრათ საქმე პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ. ერთი საინტერესო გარემოება არის აქ კიდევ, როგორც მთავარი პროკურორისგან მოვისმინეთ დღეს, ლიდერები, მე ჩამოვუთვლი და გავახსენებ მაყურებლებს, ვიზე არის საუბარი, დასახელდა მიხეილ სააკაშვილი, ვის წინააღმდეგაც დაიწყეს წარმოება საქმის, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ითქვა პროკურატურის მხრიდან, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში აქვეთ ღონისძიებად გირაოს მოითხოვენ და ანარჩენები, რადგან უკვე პატიმრობაში იმყოფებიან, პროკურატურამ გააკეთა განმარტება, რომ არ საჭიროებენ აქვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას, თუმცა ეს არ არის გამორიცხული, რომ მას შემდეგ რაც საპატიმრო ვადა მათ ამოეწურებათ, შეცვალოს პროკურატურამ გადაწყვეტილება და კვლავ მათთვისაც მოითხოვოს პატიმრობა. საინტერესოა, როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენ შეგვიძლია ახლა მეორე ნაწილი მოვისმინოთ განცხადების, რომელიც გააკეთა მთავარმა პროკურორმა. 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ თითქოს და არჩევნების გაყალბების საბაბით ზურაბ გირჩი-ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის,
სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისაკენ. გარდა აღნიშნულისა, კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო მიმართვებში, რომელიც მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისაკენ და რეჟიმის ჩამოშლისაკენ. თქვენ ახლა მოისმინეთ მთავარი პროკურორის განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად მაყურებელს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, პოსტები უფრო სწორად გახდა საფუძველი, რის გამოც უნდა წაუყენონ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, აქ სულ ცოტა ხანში გამოჩნდებიან გამომძიებლები, მთავარი საგამოძიებო უწყების და უკვე გზაში არიან დაკავებული პოლიტიკური ლიდერების უფლებადამცველები, ისინი დაესწრებიან დღეს ბრალის ოფიციალურად წარდგენას და ბუნებრივია ცნობილი გახდება პოლიტიკური ლიდერების პოზიცია ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით, ახალ სპეცოპერაციაზე ყველა ციხეში, რომელიც ქართულმა ოცნებამ წამოიწყო.